მოგესალმებით მეგობრებო, ვინც რამეს მიირთმევთ, გაამოთ, ისევ და ისევ დეითობანა ჩართეთ, არ შეგეშალათ. ვიმყოფებით -1 ბარში, რისთვისაც დიდი მადლობა ამ დაწესებულებას და ერთი სიახლე გვაქვს ამავე ბარში, ასეთი რაღაცა სილამაზე და გემრიელობა დავამატეთ. ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ -1 ბარში, აღმაშენებლის 75 ნომერში და დააგემოვნოთ ეს გემრიელობა. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ პრომოკოდი DATEOBANA და ადგილზე ისარგებლებთ 30%-იანი ფასდაკლებით. დღეს სტუმრად ყვავენ ბატონი ნიკოლოზი, ახლა ვართ. და ლამაზმანი ლიკა. მე რატო არ დამო კომპლიმენტი? სტუმრად ყვავს ლამაზმანი ნიკოლოზი. ბატონი მე. არ ჩამოუვარდება ლიკაც. როგორ ახართ, აბა? კარგად, მადლობა. კარგზე. არა, შევს რა. რა გააგზავნოთ? მე ვარ ლიკა, 24 წლის, ვარ მარკეტინგში, გაყიდვებში, ამჟამად მუშაობ დრაივზე, პროფესიით ვარ მზარეული. კაი, მოიცა? მაგრამ დრაივზე მუშაობ. მარკეტინგზე, ანუ ახლა გაყიდვებში ვარ. ხო, ანუ გაყიდვებში ხარ, დრაივ სკულის ხმობ თუ? ზოგადად გაყიდვებში ვარ. ბინები, ყიდვა, გაყიდვა, ავტომობილები. უძრავ ქონებაზე მუშაობ. ყველაფერს ვარ მოდებული. აჰა. რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა? GPA. სა. ვეირ. შვილები მყავს. ხო, მაგიზობს. გაუგიჟდი. აუ, ასე დასაწყისია ჯერ. კაი, შვენიერ დრაივი, ანუ შენი დრაივია თუ მან დამატებით მუშაობ? ოკეი, ბოლოს რა გაყიდე? დრაივზე? ბავშვი ახლა რო თქვა. ციგანი ვიდეოდა და არ მომეწონა და გავყიდე. ოკეი, ანუ უძრავ ქონება გაყიდე ბოლოს ალბათ, ხო? სამოთახიანი ბინა ვაკეში. ოკეი, ყოფილა ბიზნესმენი. ამაბარე. რა მაგარია ძლივს შევტენე იმ კაცს. ყველანაირად მოუარე, მეთქი კაია. ანუ ესე არავინ არაფერი შეგაწუხებს. ხოლმე? ხო. ან ხალხს ტენი ხოლმე, ხო, რაღაცა. კარგია და უპიარებ იმდენად კარგად, რომ მე თვითონაც ცუდი რო იყოს იღებს. ინდოელებს მიყიდე რა. მაგენი გაგაპიარო ან გაგაპიარებ. არა, ოთო. მოიცი ჯერ გაგისნოთ და მე აღარ მინდა გადავიდეთ იმაში. გარდა საქმიანობისა რამეს ხო არ აკეთებ რაღაც თავის ცეკვავ. ცეკვავ. დიახ. აჰა. სამეჯლისო თუ? აფროლათინო და თვერქი. და თვერქი. დიახ. ოკეი. უფრო რომელი? თვერქი. თვერქი. რა ვიცი. მოგწონს? ძალიან. ვაფასებ. შვენიერი ნიკა მოგვყევი, მინახარ აშვები და ასე შემდეგ. 19 თვერქს ცეკვავ. თვერქს არა. მორაგბე ვარ. აჰა. შემოტყავდით. ვიყავი უბრალოდ. ნაკრებში კი ნაღმ მივედი, მე ფეხი მოვიტეხე და ამშალეს სიგიდან და მაგის მე შევეშვი. ახლა დარბაზი, დისპეჩერი ვარ. აქედან ამერიკაში, ჩემს მის კომპანიაში. და რა ცხოვრობ რა და სტუდენტი ვარ. დისპეჩერან მისალ გადამზიდი კომპანია, მანქანების შტატში. აი არის რა. ან ტრაილერების რო არის ხო? ანუ პიკაპზე არის პრინციპი გამიმული, პრინციპაზე მანქანა და შტატში გადაყავს მანქანები რა. ოკეი. ბოლოს მინ გადაიყვანა. მერი. ოღონდ მართლა მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ვიჩხუბე. ჰა? ეტოქში მერი რა, ოღონდ ის ამერიკული მერი, white. შო. კი ბატონო. ეტოქში დურეკავ და შევთანხმდით რა დროზე რომ 7-ზე უნდა ყოფილიყო მანქანა მისული და ეგეთ რაღაცები იციან რა ზოგადად ამერიკელებმა რომ რო ელაპარაკები გითიშავენ ტელეფონს, ანუ ვითომ არაფერი.
გავჭედე რა იმენა ვაგინე და მე კაროჩე როგორ დავურეკე, როგორ აგინე? hello უთქო რა და ბიჭო პასი ხოცა ბიჭო დაუწყე რა მეთქი The college already there თქო რა და where you at თქო რა და ის არის why you talking so rude მეთქი What the fuck are you talking about? თქო რა ანუ იმიტომ რომ 2 საათი ურეკავდი ტიპს რა და ეხა იქ არის უკვე მძღოლი მისული არის და ჩად დატოვოს მანქანა და წაიყვანოს სხვა ანუ 3 მანქანა ყავს დასადროპი Do you have inside ხო არ უთხარი? კინაღა გადამჭი ბიჭო მეთქი და გავს ვაგინე რა მეთქი ძალიან fucking irresponsible თქო და რაღაცა ანუ უყოს ხოს გავლოხარ თქო რა და მე მემცემეს კინაღა და ჩემოძო რატო? იმიტომ რომ ანუ იქ რევიუ იწერება რა მე მანდ რომ ანუ მაგან დამიწერა მე ცუდრები იმან დაგიწერა? აბრასი ზავ ოკეი მაგინანა მშვენიერი, კაი, რაგბი, ეგ საქმიანობა გავიგეთ, საინტერესოა. მაგის გარდა ანუ რაში ხარჯობ შენს დროს? ზაფხულში, დალევაში. არა მხოლოდ ზაფხულში, ანუ რამე ისე, ან ხატა. დარბაზში, არა, ხატვით კაი ხანი არ დამეხატავს, მაგრამ გიტარისტი ვარ. გიტარისტი. რანაირად კიდე გიტარისტი ვარ. დამოვიწყდა. გიტარა მოიწყდა. და კიდე პიანოზეც უკრავ ცოტას რა. ოკეი. მუსიკა მიყვარს მოკლედ. რამდენი ხანია უკრავ? გიტარაზე 3 წელია და პიანინოზე ბავშვობაში უკრავდი და ახლა 1-2 წელი ეგეც გავიხსენე რა. ძალიან კარგი. მე მინდა რომ გაიხსენოთ თქვენი ჯერ მითხარით, რამდენად ხშირად დადიხართ პაემნებზე, დეითებზე. ჩემი დროიდან გამომდინარე ფაქტიურად ვერ. მაქსიმუმ შეიძლება რომ ბარში წაგაწყდეს სადღაცას ადამიანს ეგრე გნახო. ძალიან მეცნობია, სულ მართლა არ ვიცი საიდან. ხო, არც მე ვიცი, მაგრამ შენს? ხო, რა თქმა უნდა. არა, მე არ მეცნობია. არ საიდან. ძალიან ისიათად. ან ბოს როდის იყავით დეითი? აპრილში. ისიც რატის ვარში. სატიპს უწერდი სადღაც 1 თვე. ყოველ მეორე დღეს ვმუშაობდი და ესე გარეთ გამოდი და გნახავ ვერ ვახერხები, იმიტომ რომ 24 საათი ვმუშაობ, მე უნდა დავიძინო, მე ისე ვავდგე სამსახურში წავიდე და მეთქი ზაზას ივენთი იყო. ძილში ვნახე. მეთქი დაგეს დამეს იზმრე თუ რაღაც მაგდაგვარი. მე ზაზას ივენთი იყო და მანდ მივდიოდი და მეთქი ზაზას ივენთზე ვიქნები. просто ზაზას ივენთი იყო, ვიღაცა ზაზა? ნოზაძე. ზაზა ნოზაძე, კი ბატონო. მოიკითხოთ აქედან. ივენთი იყო და მანდ მივდიოდი და მიკითხე არ ვიცი. მეთქი მანდ ვიქნები და მოდით ხო და მანდ ნახე. ზაზას მიწერე? არა, ბიჭს. ოკეი. რა ერქვა ბიჭს? გიორგი. ეგ არ მკითხო. სახელი არ მკითხო. სახელებს მეშინია. ოკეი, ანუ სოციალურქსად გაიცანით ერთმანეთ, ხო? რა თქმა უნდა. შემდეგ მან დრო შეხვდით, ან როგორ განვითარდა? როგორ განვითარდა? სასმელზე დაკპატიჟებოდა, მეთქი რა ვიცი, აი, ხო და ბართან მივედით. და რაც დალევოდა, მე სვამ Long Island-ს მარტო, მეც ფაქტიურად არაფერს და ანუ მაყრის სხვაზე. მაყრის, მაწითლებს. არა, ეს Long Island-ია. ხო, რავინა. Long Island Mini Pro. ხო და რომ მივედით და უკვე რომ უნდა გადაიხადოს. საფულეს მოვიტან და მოვალო და ტიპი გაქრა. ჩემი სასმლის გადახდა მე თვითონ მომიწია და მაგის მერე შენი სასმლის გადახდა შენ თვითონ მოგიწია? რა თქმა უნდა, დამპატიჟეს, მაგრამ მე გადავიხადე. მეთქი მადლობა. ანუ მან დიდი ხანი ელოდებოდი თუ ეგრევე წახვედი და იყიდე და არა. 5 წუთი ვიჯექი. შეიძლება ნახა იმ ადამიანმა ის საფულე და მოვიდა და შენ არ მოსულა ვაფშე. საერთოდ. ძალიან სამწუხაროა. ძალიან გული დამწყდა. რა ღირდა Long Island-ი? 37. რამდენი დალი? 3 ჯიგა. სამივე გადაიხადე? არა, მე ერთი გადავიხადე, რა თქმა უნდა. ანუ ის ორი სხვამ დამპატიჟა. ვიღაცამ კიდევ, ხო? ვიღაცამ. მე მაგასთან წასული. აზერზე არ ვარ ვინ იყო, ვიღაცა მოვიდა და საფულიანი იყო ახლა ფაქტობრივად. ფულიანი იყო, მოვიდა და გიცნობო TikTok-იდან რაღაცაო, კაი გოგო ხარო რაღაცა, მეთქი მადლობა და წამოდი სასმელს დაკპატიჟებო და მეთქი კაი თქო და განამარტო ვიყავ ჩემს უგან, ჩემი 4 და ქალი იყო. და ყველა წავიყვანე და ყველა Long Island-ი დავლია. მოვიდა და შეხედე და საფულია მოვიდა, დაიღე შენი იყოს. ოკეი. TikTok-იდან გიცნობო, ანუ რას აკეთებ TikTok-ს?
რა ვიცი, ვიდეოებს ვიღებ 20200 გამომწერი მყავს, ვარეკლამებ ხანდახან ტატუებს. აჰა, შენსას? არა, ტატუ არტისტებს. აჰა. ვინც გახატავს? ვინც მახატავს და ივენთებს. ოკეი. მაგის სანაცვლოდ გახატავენ თუ? არ მეტყობა? ოკეი. ანუ ფაქტობრივად ხო. რატომაც მინდოდა. კაი, ნიკოლოს. გამოუშვი, აბა. ბიჭო, ჩემთვის რა ვიცი, ხა უხერხული. ზოგადად უხერხული სიტუაცია მიყვარს. სპორტში ბიჭო, იდოში. უხერხული მომენტები. უხერხული მომენტები ძალიან მიყვარს რა. ახლა თუნდაც აი ეს სიტუაცია ძალიან მომწონს. ეს ჩუმე რო იყო თავიდან. მე ვასება რაღაცა ვღადაო. ძალიან ის ჩემთვის უხერხული არაფერი, მაგრამ ანუ ისეთი რაღაცა რა არის. ხო რა. იტოქში ეს რაღაც მოხდა. ბოლოს ის იყავი. ხო ბიჭო, ბოლოს ვიყავი და იცე არა. სხვა მაისში ალბათ. 2 საათის. არა, აპრილში ვიყავი, მეც აპრილში ვიყავი ბოლოსკენ რა. ერთად დავიმახსოვრებ. საფული გააკა. ძვირია, მომ გაინონდებიო, რა საყარია. აღჭება ეს. ხოდა? ეს რაღაც ხდება. აღონ ეს გავიცანი, ეს გოგო გავიცანი 2024 წლის მაისში რა. და გავდიოდით რამოდენიმე ხანი ერთად, ხო და მე კარჩე ივნისში დავიშალეთ. არაფერი, просто გავდიოდით, ლაპარაკობდით რაღაცა, საუბრობდით. არა, მოგწონდა რა ერთმანეთი რა, მაგრამ ნუ არა რაღაცა არ შედგა და ბიჭო, ჩავაბარე მე უნივერსიტეტში რა. ხო და საბუთები რომ შემქონდა ეს გოგო გამოდივართ ესე უნდა ჭავჭავდიდან პირველი კორპუსიდან, ხდება გადასასვლელზე რა და მეთქი ვა სახელი. და ნუ წავედით მე დელისზე ვარ ახლა. სხვა კორპუსში ვარ ნოჩი და ხო რა გამომყვა რა, იმიტომ რომ кайხანი არ ყავდი ნანახი და ხო რა გამომყვა და ეს ჩაბარებული ქონდა მას უკვე და ესე უთხარი წამოდელისზე. არა თან გამომყვებიო რა. ხო და წავედი და მოხდა ყველაფერი რაღაცა და ჯერ ხო რაღაცას ლაპარაკი ხერხული იყო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დავუშალეთ. ხო და მოვდივართ და რაღაც ფაქტს რო ახსენებ, ანუ მე ხო იცი რომ ჩაგეძიე. ბიჭო ვიჩხუბე რა. ანუ ზოგადად ძალიან ისა ვარ მაქსიმალისტი ვარ აბსოლუტურად რა ურთიერთობაში. იმიტომ რომ ჩემ თავს მაქსავ და სხვა რო რაღაც იგივე ეფორტს არდებს, ნერვები მეშლება ძალიან. და ძალიან ვშხუბობ ხოლმე ყველაფერზე. მაგალითად toxic trait ეგ მაქვს. ჰა? toxic trait ალბათ ეგ მაქვს რა. ეს ტოქსიკური ცუდი რა. ხო და ამოვიდა მე. ხო მოიცე ყველა საინტერესო ხამოდის. კაროჩე დეიდამის თან უნდა გასულიყო რუსთაველზე. ხო და ჩამოვიდით რუსთაველზე, მე გამოყვებით ხო და თავს არ მასილებდნენ და არასდროს არსად და ეხლა არ გამაცილებინა ხო და გავბრაზდი რა და ესე უყურე და დეიდამის გააცი არა ჯიბზე ხო და ანუ უხერხული იმისთვის იყო იმიტომ რომ ავტობუსში რო ადიოდა ფეხი დაუსა და დავარდა სახით არა მუხლები და მე გამეცინა გაგეცინა ანუ ჩუმად გაგეცინა თუ ეგრე არა ჩაარო გამეცინა და კაროჩ მაგაზე ვაფშე იმენა გავრაზდა რა და მეთქი რომ მაგის დაბრუნება აღარ იქნება დაინახა რომ გაგეცინა კი გასვა და თვითონაც მაგას შერცხვა იმიტომ რომ ძალიან კაი გოგო არის ზოგადად მოკითხო ჩემ ეს მოიგითხა მე მაინტერესებს თქვენი red flag-ები რა გაქვთ მე რა მაქვს თუ საპირისპირო სქესში დაიწყე არა უთმო დრო იმას უთმო ბატონო ნიკოლოს ვინ უპასუხებს კითხვას ნიკოლოზი ჩვენა ვიფიქრე ცოტა იმიტომ რომ არ მაქვს რა ესე რაღაცა ოკეი მეც იგივე შემიძლია გითხრა არ ვიტყვი მაშინ ეხა ის red flag არ არის ხა ის რომ დაქტოვატი მან წავიდა რაღაც ეგეთი უპასუხებლები აი ტრაკი იყო ზუსტად მაიმუნი მან ზუკია ფუფ და კომენტარეთ ვინ იყო პაგიკი აი რა დავიწყე პირველი რა გაფიქრდებათ აი რა არ მოგეწონებათ მაგალითად საპირისპირო სქესში აი რაღაცა ქმედება ან ჩვევა ხალაჩუნა რო იყოს, კაცი უნდა იყოს, რა ვიცი, რაღაც მოხოდილი და ანუ კლდე. მარტივად არ უნდა იყოს. ხო, კლდე უნდა იყოს. კაცი მე პიტაღო. მაგენი არ გვაკლია ისეც ამ მოკლედ, ხო და ბიჭო, ანუ მარტივად არ უნდა ნებდებოდეს რა.
არ ნებდებოდა ეს? მე ხო მარტივად, ანუ რაღაც წინაღობა რო შეგხვდება, ის უნდა გადაალახო და მე რომ გააჯიო, არ უნდა წავიდე. ანუ მაგას ვიზახე რა. არა, მე მაგას არ ვეტყვი, გააჩნია რამდენი კარგი ბიჭია. მე რაღაც მანძუკია. კარგი ბიჭი თუ არა, წინაღობებს რატო ახვედრებ ვერ გავიგე. ცხოვრებაში ხვდება ხოლმე. ხო, ანუ ეს ფაქტია შეხედვა ხონდა რა. გოგოსთან რა და რაღაც ვიბრძოლე თავიდან ხوازე ხარ, პირველი სიყვარული მომეწონა რა. ხო, იახე დავადე რა. დამადო რა მე და ბიჭო მეუნება რა მაგაცი რა მეგობარი. იბრძოლე რა ვის ვიბრძოლო რა. რა აზრი აქვს, ანუ ტიპი ვიბრძოლე მოვიგე და ხوازე ხარ. მე ძალიან კარგად არის. ხო, მოიგე. მაგარი. ოერე. მოსწია. სადაც მაგი. ოკეი, ანუ არ უნდა იყოს რაღაც ანუ ქალაჩუნა, ანუ ფემინური ტიპი არ უნდა იყოს. ხო, ფემინური. ფენურს ასე ძახი. განმარტე. ცოტა უნდა იყოს. ცოტა. როგორია ეგ ცოტა? ანუ რა შეიძლება? რა ვიცი 100%-დან 5%, ანუ ჰომოფობია არ უნდა იყოს. აჰა. ყველა სქესის ადამიანი ორიენტაციის მიხედვით მისთვის მისაღები უნდა იყოს. კაცი და ქალიც. კაციც და ქალიც რა მნიშვნელობა აქვს? კი ბატონო. და კიდე რა ვიცი, ბრმა არ უნდა იყოს პირველ რიგში. ნუ ახლა კაცებს მაგით ხვევიათ. ეს პრობლემაა ახლა რა ვიცი რა. რა მხრივ? რა მხრივ? რა ხო. შორს ვიყურებენ. აუ. შენ რო გვერდით კარგი რაღაც მიყვევი, უნდა დაგინახოს რაღაც. აი რაღაც რომ მიყვევი, რაღაცას რო იძახე. რა ვიცი, იქამდე სანამ სხვა ყვირდება. ჩემი რაღაცა მოვიდა. ჩემი ვაუ, კაი. შენ ხوار მოიფიქრე რა? ჯანსაღი აზროვნება უნდა გქონდეს რა. ჯანსაღი აზროვნება უეჭველი. რაში გამოიხატება ჯანსაღი აზროვნება? აი, სწორი შეხედულებები, მორალურად დაალაგებული და აზრიანი ადამიანი. რომელსაც ცხოვრება დაალაგებული აქვს რა. ანუ ვინც იცის რა უნდა. ხო, რა უნდა, ხო, რა. სხვა ეხლა და რაფერი. გარეგნულად ბლონდები არ მოვასწრებ. ლიკა მოგწონს? გარეგნულად? კი. შინაგანთი? აი, უჩერე. რამდენი წელს ხარ? 24. 24. რამდენი ის ვაშენი აზრით? 19-ის რო წეღან თქვი და რაფერი. კაი, რო არ მეთქო. რამდენს მოცემ? არ ვი. ანუ ვაფშე არ მოგცემდი, მაგრამ კაი. რა ყოჩი? იმიტომ. ვაა, კაი რო არ მეთქვა რა, მითხე რომ 25. 25. ოკეი, ანუ რამე ისეთი არ გაქვს, აი ჩვევები რაღაცები, აი ნერვებს რო გიშლის. ვაფშე ყველაფერი ნერვებს მიშლის. არ მომეკარო. არა, მართლა ეგეც ნერვებს. რაღაც არასწორ დროს შემეხო, შეიძლება რაღაც დავმართო. არასწორ დროს? ხო რა. არასწორ დროს? აი რაღაცა რო ჩაფიქრებული. ანუ თუნდაც რა, თუნდაც სხვა შორის ეგეთი შემთხვევა რა, მომიყავს რა მანქანა და ბიჭო, მეორედ გავადი რამ გოგოსთან და ანუ ის რაღაც საკეთე მეხუტება და რა მეხუტები ბიჭო მეთქი. მოდი მანქანას ვატარებ, საცობი იმაში ვარ და მაგისტრალზე ვარ რა. რა საკეთე ბიჭო? ვაიმე. ხუპადა, რას მეხუტები? მეხუტე, მეორედ გნახულ, მაცადე, წავედი წალიობიაში და რაც ხარ და იგი და თქვენ ტაიპი რა, ვიზუალურად როგორი უნდა იყოს? დაიწყო თუ დავიწყო? ოპა. მაღალი რა, შავგვრემანი, ან ბლონდიში. ანუ ბლონდები მეზიზღებიან. ბლონდიშები საუკეთესოები. ან ისა. ის რო არის, რა ქვია? იმას გადაღებილი რო არის. მელოტი რო არის. არა. შენ არა. ბიჭო ის რო მელირება რო არის გაკეთებული. ისა შავგვრემები რო არიან რა და არა. ჩესტინბერი არა. ხო და ის რო არის შავგვრემანი და ქერად რო არის გადამელირებული. ფეტიში ხო არ გაქვს რამე? არა. არა, ფისა. ფეტიში არა, ფეტიში ისწლება რომ თეთრი ფჩხილები მოწონს. თეთრი ფჩხილები? მე ვარდისფერი მაგ. ვარდისფერი მე, ხა ვარდისფერია ეს. არა, ფიცა ვნახე. ნახევარია თორე ეს დანარჩენი თეთრი. მოთეთრო. ძისფერია. მე კაშკოსანი ვიტყვი შეამოწვა იმენაჩე. короче ამ ფილტრია ბრატ. ნახევარია. ოკეი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფეტიში გაქვს თეთრი ფჩხილები, ხო? ხო რა და ამ შავგვრემანი უნდა იყოს, რომ თეთრი ფჩხილები მოუხდეს რა. ოკეი. სხვა რამე ისეთი ხო არ გაქვს? ფეხები. ანუ ოღონდ ფეხები იმენაის არა, ტეფები არა, ფუთ ფეტიში არა რა. აი ეს ფეხები, მაღლითა ნაწილი. არა. აფიქსირე. ნო. ჩაუგდეთ. ნო. ჩაუგდე, ვის უგდე?
ვა შენზე მითხრას ჩაუგდეო და სოკო ასარო შემიძლია არა ოკეი, კაი, გასაგებია. ლიკა, შენაც აი ვიზუალურად როგორი ტიპები მოგწონს? მე დიდ უპირატესობას ვანიჭებ ტატუებს, მაგრამ ტატუებიც თუ არა აქვს, შავგრემანი უნდა ეგ ხო იყოს. ადამიანია, ხო? ხო, რა თქმა უნდა და წვერი უნდა კონდეს. წვერს რამ ხელაა წვერი? ანუ ცოტა მაინც უნდა კონდეს, რა ვიცი, მოსაფერებლად რომ კაი იყოს. ერთი წელი გრძელი ასე. და დაიხუია და თუ გაგაბრაზებ ჩამოსხვიდო. რაღაცას გვეუბნებიან, უკაცრავად? ამაში ანუ რო თქვა რომ წერებიანი მომწონსო მე მინახია მის შეხედულებები ბიჭების მიმართ რომლებიც მაღლები იყო და უწევრო საერთოდ და ისეთებსაც გაგიჟებულა ხო ხანდახან ხდება აი არის ეგ ახართ ხალები ერთი ზახ მეორე საკითხი ბართან გახარ შენ რაღაც ლონგაერეთს ვამ შენთვის არ სვამ უბრალოდ ნიკა მოდი შენთან და პატირებს რაღაც სასმელს და დაიწყე დიალოგი გამარჯობა გამარჯობა რა ქვია ლიკო მინდა რომ მოგიალერსო და წამოვა ერთი ლონგაინეზე დაგპატიჟებ რა და პროქტოლოგთან წავიდეთ მე დეიტს ეს მოცაკეთ ეს სიტყვა მე უნდა გამოვიდე მოიცე სახელი და მე ვაზარი დამრჩა ზოგ გავგზო შენ ესაუბრებ რა დიალოგი ამით ხო ვიზიარებ დიდი ამოიღე ლაწირაკო ჰა? უჭიდაოთ? არა, მადლობა. წაიკითხეთ მაგა რა გქონდათ რა პირობა და სიტყვები. ესაუბრა ისე თითქოს უსამძიმრებდა და დიდი ამოიღე ლაწირაკო. ლაწირაკი წერია, მაგრამ მე მგონი ლაწირაკო უნდათ. ვიღაცებს. ვიღაცებს იქანე. მასონებს. ო. ვაზარი ალერსი პროქტოლოგი და მოუქნათ მოუქნათ უნდა მეცადა ხელის გადახვევა. ჩემი კაი. როგორი ზამთრი მოქნილი ვარ. როგორი ზამთრი მოუქნათ, მიდი? პროქტოლოგი რა არის არ ვიცი. პროქტოლოგი არ ვიცი რამე და ძალიან საინტერესო დეითი ექნებოდეთ. პროქტოლოგთან? აბა გადაიხარეთ. რა ვქნა? აი. შეყვარებული არ მყოლია. შეყვარებული არ ყოლე. შეყვარებული არ მყოლია. არანაირ ურთიერთობაში არ იყავი? არა, ყოფილვარ ბევრნაირ ურთიერთობაში, რასაც წავიდა. One night stand დიქონია? კი. კი. შეიძლება მოყვე ეგ? ეტოქში ერთი 38 წლის არის რა ის ხარ. ეს ბოლოზე ვიძახი. ბოლოზე ვიძახი რა. ეგ ჩემს მაგას მეცის. ხოდა აპრილია რა, ხოდა. და ნაპრი. 4 აპრილს არის მისთვის შეიძლება ბოლო აპრილია. ხოდა 4 აპრილს აქვს ჩემს მაგას დაბადების დღე და ვიყავით ქვევში, იმას დიღომში. ოკეი. დავთვერი ძალიან თვრალი ვარ მართლა, ძალიან გასული ვარ, რავი ერთი 9 შტარის 9 შტარის გასულ. ხო, იმენ ეგრე ვიყავი და რაღაც დავინახე დამევასა რა, კაი ხალი იყო. ვაფშე არ მეგონა რომ 40 წლის იქნებოდა ხო რა და. ხო და გავიცანი რა და მითხრა 38-ის ვარ რომ მე როცა ყავდით და რაღაცა. მეთქი. ხაროში. როგორ? ხაროში მეთქი რა. მეთქი კაი ტიბია ზავოდ. ანუ რუსი. უკრაინელი და უკრაინელი ქართველი. ხო. და იქიდან წახვედით მე? არა, იქიდან მე მივიდიოდი თელავში ჩასვლა მომიწია რა, პური ჭამაზე. სად? თელავში. თელავში. მე მომიწია რა ჩასვლა და მე ნუ მაგდან წერდი 3 დღე და 9-ში მე ხო და თემა ის არის რომ ისე მალე. მამ არა ერთხელ და ხოლმე ვაჯერ ხო და ოკეი. ეს თემა ან მოგეწონათ ერთმანეთს. ფიზიკურად კი ფიზიკურად კი ანუ რას ნიშნავს ეგ? ან ისე არ მოგეწონათ? ესე ვინ უყურებს ვიჩ შინაგან სამყაროს. შინაგან შედიხარ თორე კი არ უყურებ. ხო და სექსი დროს ის არ ქონდა რაღაც ანუ რაღაც წამოძახილები არ ქონდა. ვაიმე! ვაიმე! მეც ეი, მაგრამ აი, არა.
იმერელი ის იყო, რა ქვია? იმერელი ნახევრად იმერელი იყო, ხომ ეს იმერელი იყო, ნახევრად. ნახევრად იმერელი იყო? ხო, ნახევრად უკრაინელი რა. ოკეი. დედა იმერელი ყავდა ამ ხს. აი, ესე იგი. ლიკა, შენ იყავი სავარაუდოდ ურთიერთობაში? კი. როგორ დასრულდა, რა დასრულდა? ღალატით. ხალატით. რომ ხაროთ? ზამწუხაროდ ღალატით. რა თქვა? ქმარმა. ყოფილმა ქმარმა. ერთი ქმარი ყავდა? რა თქმა უნდა. გეწინა. აი, შენ არ გეწყინოს, გავთხოვდები კიდე ოდესღაც. კაი. ის უნდა შენ დასაწყისში რო თქვი ფრაზა. ღმერთმა ხმერთ მაგაგებდნიეროს კაცო და მომწეს ბედნიერი. მადლობა. ოკეი, ანუ ეგ ღალატი მოგვიანებით გაიგე თუ უშუალოდ შეესწარი? არა, ღალატს როდესაც გავიგე, ანუ იცი როგორ გავიგე ყველაზე ხმაური ცუდად. მოდიოდა რა. მე ვიყავი 22 კვირის ფეხმძიმედ. ოკეი. და მისი Facebook-ი სოციალური ქსელები იყო ჩემთან მობილურში. და მე ზოგადად არ ვარ ეჭვიანი, არ ვამოწმებ არასდროს არაფერს, მაგრამ შენთან რატო იყო? იმიტომ რომ მას მობილური არ ქონდა. ხო და ამოვარდა რაღაც SMS-ები და ნუ ეხა რა ვიცი, გავხსენი. გამეხსნა, თითი დამეჭირა, შემთხვევით გამეხსნა. მაგრამ იშიფრებოდა თვითი. რომ ნახე რაღაც ისეთები, მეთქი რა ვიცი, პაკა იმ დღესვე ჩავალაგე ტანსაცმელი და მეთქი პაკა წავედი ჩემთან. სახლი იმის იყო? მაშინ ხო. ხო, არა, სამწუხაროა ძალიან და არა უშავს. ძალიან ყველაზე მდაბიო და ყველაზე ცუდი საქსე რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ჩემი აზრით ეგ არის ღალატი ღალატი არის. ნებისმიერ ურთიერთობაში არ აქვს მნიშვნელობა ხონიკა. მეგობრობა ნამდვილად საკუთარ თავში ვატაცე. მე არ ვშავ დადუმდი რაღაც. რა უთხრა ხა ისეთი რაღაცა მოყვა. სიტყლება ვითო. რომელ ცხოველს შეადარებდი შენს მეწყვილეს? 1, 2, 3 შემოატრიალეთ. ზღარბი? ცხოველი არ არის, მაგრამ ოკეი. აი, რატო ზღარბი და რატო ენოთი? თმები აქ ზღარბივით. რავი რა, საყვარელი გოგოა რა. ჰა? საყვარელი გოგოა, განოტები საყვარელები არიან. ენოთი საყვარელია? აბა რა არის? კი, ძალიან. მე ძალიან მიყვარს. ენოთი ხო? ოკეი. ხო ის რას არის? ანუ კი, გიგენი რო არის? ვიცი, აბა რა. ჯელი რო არა. დიახ. რა ნუთ? თქვენი აზრით, პირველი კოცნა რომელ ასაკში ქონდა თქვენს მეწყვილეს? 24 არის ხო? კაი, 1, 2, 3 შემოატრიალეთ. ნო, შეცდი მანდ. შენ შეცდი. დაახლოებით 10 წლით. მალადი. 10 წლით? კაი, ოკეი, ანუ შენი ვარაუდო იყო 18 და შენი 14. მე 17 წლის ვიყავი პირველად რო ვაკოცე. პომიდორს. პომიდორ. მე 9 წლის ვიყავა. 9 წლის ვიყავ. 18 - 10. ანუ დაახლოებით 10 წელს. ოკეი, ანუ 9 წლის ანუ რანაირად? გაკუჭებული ბოქში რა დედაჩემს ქვია? ხონდა გახსნილი აი, მაღაზია. შეწუყვები. მოიცი გეტყვი, დედაჩემს ხონდა მაღაზია გახსნილი რა. ხო და არა მოიცი. ერთს გაკოცებდნენ კომენტი. რომელ თქვი? ვალების როული არა გაქვს? წყალი გამიწერეთ. კაი, ოკეი, მინდა. ოღონდ ანუ ძველი მაღაზიები რო იყო რა, ერთი 14 წლის. ხო რა, ეგეთი მაღაზიები და დედაჩემს ხო არ არის გადამწყვეტი. არა. ხო დედაჩემის ეს მოლარი ვინც იყო, მაგის დაქალი ჩამოვიდა ყაზბეგიდან რა. ოკეი. ძალიან მომეწონა, ძალიან დღემდე ძალიან მომწონა. დაშენის დაქალი? დედაჩემის იმის დასაქმებული ვინც ყავდა, მაგის დაქალი, მოლარის დაქალი რა. და ახლოს იყო დედაჩემი და პროსტიკალი რა. 34-ის იყო. უფ. აშკარად რაღაცა მჭირს. ხო და როგორ ვქენი ეგ არის თემა რა. მისი ტაიპი ხარ რა. როგორ ვქენი 10 წლით დაბლა. ცოტა გეიზდები და აი ბავშვი ხარ ახლა. ხო და მოიცი. აი, ოკეი, მერე? ხო და მომეწონა რა ეს ქალი და მეთქი. ცოლ უნდა მოგიყვანო თქო რა მივიდივარ და იმენა ვეუნები და
რო გაიზები გამოყვებით ხოლმე. მე ხა გამოყვებით ხოლმე იცი რა ვქენი? კოკაკოლის ბოთლის თავსახური, იმას ვქენი ამოჭერი რა, თითის ზომაზე. გავუკეთე და ლოყაზე მაგას ხო შეუტრიალე თავი და მაგოცი რა, პირველი კლასმა ეკითხება. მალად. ეხლება? თუ იმენა იმენა როდის იყო? იმენა იყო 14-ის ვიყავენ 13-ის. შენ მოგვიყევ ან 7 მეტრის ასაკში ქონა პირველი კოცნა. კი. შეყვარებულები იყავით? თუ იმენა შენს. არა. ანუ მე ვთამაშობ კარგად ფრენვორდს. კაი და საწყისია. და მან ვთამაშობდი და ჩაკტოპკა. არა, მე კარგად ვთქამ ბურთს. დაჩაპ. იაპონური. მე კარგად ვთამაშობ სხვათა შორის და ანუ ეს მოწინააღმდეგეში იყო ბიჭი, რომელიც აი მაგ პერიოდში ძალიან მომწონდა. სკოლაში იყო, რა ვიცი, ყველაზე cool ბიჭი და მე უბრალოდ ვიყავი ისეთი მოსწავლე, რომლის ნათესავიც იყო სკოლის დირექტორი. აჰა, ოკეი. ხო და არ შეიძლება. მე ხო და ბიჭი მეგებზე მეკიდა რა თქმა უნდა. ხო და ანუ სპორტის მასწავლებელმა ისე გითხრა რომ ანუ ეს ბიჭი უნდა გადმოსულიყო ჩემში. შენ უნდა აკოცო ამას. არა, მაგი არა. მაგი no. მასწავლებელმა გითხრა რომ ეგ უნდა გადმოსულიყო ჩემს მხარეს და მე უნდა გადმოსულიყავი იქეთ. შეგვეცვალა ადგილები. ხო და აი რომ გავდიოდით ბადიშქვემოთ მე მარტივად გავეტევი რა თქმა უნდა და ასე. კი ზუსტად და დამიჭირა და მაკოცა და მეთქი მაგი არა კაი საქციელით ხო და ავიღე ბურთი ბურთული არა არის რა ავიღე ბურთი და მალიკოცა იყო ავიღე ბურთი და ჩავარდგი სამწუხაროდ ისეთ ადგილზე ჩარტყი ხა რის შემდგომაც ჩაკეცვა მოიწვია და რავი ის ყველაფერი ექიმი და ბურთი ჩარტყი თუ წიხლი ბურთი მაშინ ანუ ჩარტყი თუ მინდა მიადე და გქონდას ასე. არა, მაგი არა. ეს მიარდა და მაგი არ იყო ახლა კაი საქცია. მაგი არა, კაი საქციელი რაც ხოია. რამდენჯერ უთქვამს საპირისპირო სქესისთვის სიტყვა მიყვარხარ შენს მეწყვილეს? ერთხელ უოჭველი. ხო აჰა. რა ორჯერ იყოს. აბო კაი, 1 2 3. არასდროს. ამეთქოს არასდროს. პაკა, მალად. არასდროს არ გითქვამს? არა. მე ერთხელ მithქვამს. ხო. ზო. ვისთვის გითქვამს? ჩემი ყოფილი ქმარისთვის. ოკეი. სიტყვაში. დავით შეიძლება იმთვის ფრენბურთს თამაშობ. არა, საფულერო დატოვა. არა. ფრენბურთს თამაშობ. ამას შედის ვაკეთე. და მე თანხმედო რომ ჯაგარტყა. შენ რატო არ გითქვამს არავისთვის? რა, ალბათ არ მყარებია. არ ყვარები არასდროს. კი, ანუ მგონებია რომ მყარებია რა, მაგრამ მყარებია აშკარად. ვინმე რომ მყარებოდა აშკარად მეყოლებოდა ხო გვერდით და აქ არ ვიქნებოდი. ოკეი. შენ შემახსენე როდის დაშორდით მეუღლესთან? 2021 წელს. ოკეი. მაგის შემდეგ ნებისმიერ ურთიერთობა ანუ არ ქონია. არ მქონია ურთიერთობა, როგორ არის გამოცო მთელი 4 თვე ძალიან დეპრესიაში ვიყავი, აი საშინელ დეპრესიაში ვიყავი. მაგრამ მიყვარხარ არ მithქვამს, იმიტომ რომ ვერ არ შემეძლო თქვა. ოკეი, კი ბატონო. გასაგებია მშვენიერი. მაქსიმუმ დამეწერა. დაგეწერა? ხო, მიმეწერა შეტყობინებან. ანუ გითხოვს. ანუ გითხოვს ესე იგი. აბა. იმდენ. მოვატყვილა, რა გოფლექსავე, ვერგე. ისე არა, როგორც მაგალითად ყოფილ ხმას უთხარი. რომ მეყვარს. ისე და ასე არ ვიცი, სიყვარული მიყვარხარ, მიყვარხარ არის თქმა არის რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა დატვირთვა აქვს შენი აზრით? ანუ უშუალოდ რომ ნები ადამიანს და უბრალოდ რომ იწერ? იცი რა არის, შეიძლება მან რომ მითხრა მიყვარხარ, უბრალოდ მეც პასუხი რა ვიცი. მაგრამ შენ ქონია ეგეთი სიტუაცია რომ მოუწერიათ რომ აი მიყვარხარ? კი. კი და რა უპასუხე? არაფერი. გადი. მაგის მერე მეც ეგეთი ვარ, მეთქი გადის. არა რა, აი მადლობა თქო რა. კი მეც მithქვამს მადლობა და მე რა დაუბლოკივა. მე გათხოვებას არ ვაპირებ. რატო? აღარ.
არ მინდა. გაიზრდებიან, მოგინდება. გავიზრდები, გაზრდილი ვარ. წეგან რა თქვა? კიდე. კიდე გავთხოვდებიო? თუ გავთხოვდები. მოიცი ჭორაობე შენზე, მოიცი? აი, ოკეი. მე მაგას მიჩვეული ვარ. რა თქვა ბიჭო, ანუ ირა თავიდან თქვა გავთხოვდები, ახლა არ მინდა იგი. არა, მე იცი, სიტუაციას გააჩნია. ბიჭო, არა, მოიწინე, არ არის ახლა ესეთი გოგონის. მე ვთქვი, იმას თუ არ ეწყინება, მაგიტო გავთხოვდები თქო. შევიშალე. რო არ გეწყინოს მაგის გამო. რო არ ეწყინოს? რო ეწყოს გაყვები? რუსი წყენის გამო გაყვები და იქნება მე კიდე. ვაუ. ანუ არ გეგმავ? არა, არასდროს. არა. სერიოზულ ურთიერთობას? არა, ჩემს ცხოვრებაში. სერიოზულ ურთიერთობას კი, იმიტომ რომ ერთი ღამის და გასართობი ურთიერთობები არ მომწონს. არასდროს. ხო. არა. არა, ანუ ეგეთი ურთიერთობები არის, გასართობი ურთიერთობები არასდროს. საფულიანო ბიჭებო? პრინციპში შენს ხო გასაფული, ხო. კენსო. კაი, მშვენიერი. შენ რას აპირებ? მიყურე არა. დავა დაიზინებს. ანუ რაღაც სერიოზულ ურთიერთობას ეძებ? არავის არ გვეძებ შემოკარგო. არავის. თავი გამანდამანდებიათ შემოგარგო. გვეძება რა 19 წლის ვარ. ანუ მართლა არ მესმის რა ხარ კონტია. 19 შეგვიგი რა ცხოვრება 30 წლამდე დრო გაქვს. კი მე ეხა ამ ეტაპზე მეც მაგას ვფიქრობ, რომ ურთიერთობები არ მინდა. 1 2 და 3. შემოიფიქრე. ბაკა. შედი და ფიქრობ ფილმის საყურებლად. საშინელებათა ჟანრში. მოიცა ხა პირველ პლანაზე რო წახვიდეთ. მოიცა. რაი. მოიცა ხა პირველ პლანაზე მე არ მოსვლის კინოში წახვალ რა, იმიტომ რომ უხერხული არის. უხერხული, რაზე უნდა ილაპარაკო კინოში? რა უნდა ილაპარაკო? უყურე და რო გამოხვალ, მე ილაპარაკე მაგის დრო გა. ანუ 2 საათი ჩუმად უნდა ისწროთ, просто რაღაც უყუროთ ერთმანეთის მაგალითად გასცემის მაგალითად. იქნება და შეეშინდეს და რა ვიცი. ახლა თუ შეეშინდა მეცა ახლა. საშიშ გიდო? აი შენი ვარიანტი რა არის? ჩემი ვარიანტი არის კუსპაზე ასვლა რა, ან რაღაც ეგეთ ადგილზე, იმიტომ რომ რაღაც სიწყნარი არის. მე ქაოსი მიყვარს. რა გინდა? ქაოსი მიყვარს. შენ გიყვარს სიწყნარი. მოდი აქ. ან კუსპა არის შენი ვარიანტი? კუსპა არა რა, ანუ ეგეთი ადგილები რა ზოგადად. ოღონდ ანუ ინკონში არა ბიჭებმა რო იციან, წავა მაგარი ხედი უნდა განახო და რაღაცა არა რა, ანუ იმენ ასასვლელად რაღაცა მუსიკალური გემოვნება თუ და რაღაცა. და აი შე როგორც ხარ რა, ახლა მოკრა ტუ. რეივები დაიგენი. ზუსტი პაროდია იყო ჩემ. ასე მოგე. ტუ. ორი სიმღერა დავწერე. ტუ. ორი დაამატე ხო? ხო რა, ერთმანეთს გაცნობა, ერთმანეთს ჰობებს იგებთ, რაღაც ერთმანეთს უფრო იცნობთ და რეალური და კარგი ურთიერთობა და ჯანსაღი და გრძელვადიანი გინდა ჩემო მაგი არის გამოსავალი და არა ისე. კაი, ოკეი, ახლა ასეთ რაღაც გავაკეთოთ, თვალები უნდა დახუჭოთ. და ანუ ხელი უნდა გამოწიოთ წინ და ცერათითის მოძრაობით უნდა მანიშნოთ, მოგეწონათ თუ არა თქვენი მეწყვილე. კაი, დავხუჭოთ. გადიდა ხა თქვენ. კაი, ხელები გამოწიეთ. ოკეი. და სამის თვალზე ცერათითის მოძრაობით ან ქვემოთ ან ზემოთ მანიშნით. 1 2 3. მითხარით ანუ რა მოგეწონათ ერთმანეთში? ხასიათი. ხასიათი. ხო რა. იმას უყურე, მე ნუ უყურე. არა, შენ მეკითხები. მეისა. უყურდებით რა. ხასიათი რა. ხასიათი. ხასიათი მოგეწონათ. საყვარელია. საყვარელია ჯერ მაგ დებულებაზე გავჩერეთ. აი ეს მეგობარს მიწრა. დამირეკე გავდი, მართლა დამირეკე. შენ რა მოგეწონა ლიკაში? საყვარელია რა. რაღაც ალალი გოგო არის. სიაი რაღაცა. ალალი ბოთ. არა, ბოთი არა, ალალი რა, რაღაცა ბოროტს რო. სიბოროტს რო. ეგ არის სულ რაც მოგეწონათ ერთმანეთში? ახლა მეტი ახლა რა გავიცანი. ვერ ვიტყვი. ერთმანეთი კაი, გარეგნოთ. გარეგნოთ კი არის ახლა ადგილები. ოშე რა ხარ? კაც მარიცის. გარეგნოთ კი არის ანგლოზური გოგო და კი არის ტატუები კი არის. აი 54 ტატუ მაქვს. რამდენი? 54.
გუშინ წინ დავიხატე 40-14. ანუ და მე აი, ოკეი. მინიმუმ 14 საათი იჯდა და მინიმუმ. მშვენიერი, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. შეჯამების რომ იყოს, შეგიძლიათ ან ჩაიხუდოთ ერთმანეთს, ან ლოყაზე კოცნით რომ დავაგვირგვინოთ. მოდი დაიწყო. მაგათი კიდევ 4 მინიმუმ. კი ბატონო, დიდი მადლობა. -1 ბარს ასევე თქვენ კიდევ გამოიწერეთ რა. ნახე, ანგელოზური ხალხი.